Twin იყო რასპუტინი. კურნალი, ავანტიურისტი, მორწმუნე ბერი, აღვირახსნილი კაცი, წმინდანი, რომელსაც შეეძლო წინასწარმეტყველება, თუ უბრალოდ ჩარლატანი. გამარჯობა, მე პაატა ვარ, ეს ჩემი არხია სალახანა. გამოიწერეთ, დაალაიქეთ და დავიწყოთ. დღევანდელი ჩვენი თემა არის რასპუტინი, წმინდანი, რომელსაც შეეძლო წინასწარმეტყველება, თუ უბრალოდ ჩარლატანი, რომელიც ღვთის სახელს და ბერის სამოს იყო ამოფარებული. რასპუტინის შესახებ უამრავი ფილმი თუ ანიმაცია არის შექმნილი თანამედროვე სამყაროში, მით უმეტეს ჰოლივუდში. ერთ-ერთი პირველი არის 1997 წელს გადაღებული ანიმაცია მე-20 საუკუნე Fox-ის მიერ, სახელად ანასტასია. ასევე 2011 წელს გადაღებული ფილმი რასპუტინი, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია და მთავარ როლს ჟერარ დეპარდიე ასრულებს. 2012 წელს ჟერარ დეპარდიემ დატოვა საფრანგეთი გაძვირებული გადასახადების გამო და გადავიდა საცხოვრებლად რუსეთში, სადაც პუტინ ხუილომ საკუთარი ხელით გადასცა მას რუსეთის მოქალაქეობა. რასპუტინის პერსონაჟს ჩვენ ხვდებით ფილმ კინგსმენის მესამე ნაწილში, რომელიც გადაღებულია 2021 წელს და აქ აღსანიშნი ის არის, რომ ქართული ქორეოგრაფიული ელემენტები არის გაჯერებული ეს ფილმი. რასპუტინის პერსონაჟს ჩვენ ასევე 1925 წელს მიხეილ ჯავახიშვილის გამოცემულ წიგნში კვაჭი-კვაჭა ანტირაძეში ვხვდებით. ყველა ამ წყაროს ერთი საერთო აქვს. რასპუტინი, იგივე გრიგორ რასპუტინ ნოვიხი, გამოყვანილია როგორც უარყოფითი პერსონაჟი. სიუჟეტურად საკმაოდ მკაფიოდ ჩანს ყველა ამ როლში მისი რელიგია სამოფარებულობა და წინ წამოწეულია მისი გარყვნილი ბუნება. რასპუტინზე არსებულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, იგი დაიბადა 1864 წლიდან 1872 წლებს შორის. იგი ბავშვობაში ხშირად ავადმყოფობდა. 1890 წელს რასპუტინმა იქორწინა ვინმე პრასკოვა დუბროვინაზე, რომლისგანაც ეყოლა სამი შვილი: მატრიონა, ბარბარე და დიმიტრი. 1893 წელს რასპუტინი იწყებს მოგზაურობას რუსეთის წმინდა ადგილებში. იგი ასევე იმყოფებოდა ათონის მთაზე საბერძნეთში და შემდგომ უკვე იერუსალიმში. რასპუტინი მოგზაურობას იწყებს კიევში, ასევე დიდი დრო დაჰყო მან ყაზანში, სადაც გაიცნო ვინმე მამა მიქაელი, რომელიც დაკავშირებული იყო ყაზანის სასულიერო აკადემიასთან, საიდანაც აღზევება იწყება რასპუტინის როგორც სასულიერო პირის. 1904 წელს რასპუტინი გადადის საცხოვრებლად პეტერბურგში, სადაც სწრაფად იხვეჭს სახელს დიდგვაროვნებში და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად აქცევს მეფეს ნიკოლოზ მეურეს მისი ზეგავლენის ქვეშ. ამ ყველაფერში რასპუტინს ეხმარება თავისი სახელი როგორც სასულიერო პირის. რასპუტინს ასევე მიაწერენ სასწაულებრივად გამკურნების ნიჭს, რაც ვითომ და ღმერთისგან წილად ერგო. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი უახლოვდება რომანოვების ოჯახს, მეფეს, მის მეუღლეს ალექსანდრას და მის ვაჟს ალექს, რომელიც დაავადებული იყო ჰემოფილიით. ჰემოფილია მამაკაცების დაავადებაა, რომელსაც იღებენ პათოლოგიური X ქრომოსომით დედისგან. ჰემოფილიის კლინიკური გამოვლინებებია მასიური ძლიერი მტკივნეულის სისხლჩაქცევები, სახსრებსა კუნთებსა და რბილ ქსოვილებში. ამ დიაგნოზით დაავადებული ბავშვები გამოირჩევიან სისუსტით, კანის ფერმქთალით და კანქვეშა ცხიმოვანი შრის სუსტი განვითარებით. ჩვენამდე მოღწეული ინფორმაციებით ბავშვის მოკეთებას და გამოჯანმრთელებას მიაწერენ რასპუტინს და მის სამკურნალო შესაძლებლობებს. თანამედროვე მკვლევარების და მედიკოსების თქმით, სასწაული არაფერ შუაში არ იყო. მაშინდელ რუსეთში ფართოდ იყო გავრცელებული ასპირინით მკურნალობა, მრავალი დაავადების წინააღმდეგ. ნიკოლოზ მეურის ვაჟსაც ალექსანდრეს სწორედ ამ მეთოდით მკურნალობდნენ, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, ვინაიდან ასპირინი ათხელებს სისხლს და ჰემოფილიით დაავადებული ადამიანისთვის მოაქვს უჩვენებები დახმარების ნაცვლად. რასპუტინის სასიკეთო ჩარევა ამ სიტუაციაში მხოლოდ და მხოლოდ არის ის, რომ მან რომანოვების ოჯახთან შეათანხმა და ყველა მკურნალს აუგრძალა ბავშვთან მიახლოება და ნებისმიერი მედიკამენტური საშუალებით მისი მკურნალობა. შესაბამისად, პრინცი აღარ იღებდა ასპირინს და მას დაეწყო დროებით გამოჯანმრთელება. მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპაში მძვინვარებს ომი, რაც პირდაპირ ისახება რუსეთზე, ვინაიდან ნიკოლოზ მეურეს აქვს დიდი გამოწვევები როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით, სადაც ნელ-ნელა მწიფდება ბოლშევიკური რევოლუცია. ამ ყველაფერს კი რასპუტინი ძალზედ ხელსაყრელად იყენებს თავის სასარგებლოდ. იგი უმეტეს შემთხვევაში ახერხებს, რომ მეფე მოაქციოს თავისი ზეგავლენის ქვეშ და სახელმწიფო მართვაზე ჰქონდეს არაპირდაპირი ძალაუფლება. რასპუტინი ასევე ძალზედ პოპულარული იყო იმდროინდელ რუსეთის გავლენიან ოჯახებში. წყაროები გვაუწყებენ, რომ იგი ყველასთვის საყვარელი და სასურველი სტუმარი იყო, ასევე იგი გამოირჩეოდა მეჯლისების სიყვარულით.
სადაც არაერთ აღვირახსნილ ორგიაში ღებულობდა მონაწილეობას. იმ დროისთვის ხუმრობდნენ კიდევაც, რომ არ არსებობდა დიდგვაროვნების ოჯახი, სადაც რასპუტინს დიდგვაროვნის ცოლიაშვილი მაინც არ ჰყოლოდა გაჟიმული. ამავე წყაროებით ჩვენ ვგებულობთ, რომ რასპუტინი გამოირჩეოდა კაცური ღირსებით, რაც ძალზედ პოპულარობს ხდიდა მას ქალებში. რასპუტინმა მისი მოღვაწეობის განმავლობაში გაიჩინა უამრავი მტერი. ერთ-ერთი მათგანი კი იყო რუსეთის არმიის პოლკოვნიკი სტანისლავ ლაზოვერტი. პოლკოვნიკის განცხადებით, რასპუტინი იყო ავსტრიის მწვანე ხელის საიდუმლო ორგანიზაციის წევრი. ჩვენ ასევე ვგებულობთ პოლკოვნიკის ჩანაწერებიდან, რომ რასპუტინი ძალზედ დაახლოვებული იყო მეფესთან, მის ოჯახთან და არსებული ზეგავლენით, სამეფოს შიდა საქმეებში ჩარევით, რუსეთი ჩაება პირველ მსოფლიო ომში. რამაც რუსეთის ეკონომიკა ფაქტიურად მიწასთან გაასწორა. პოლკოვნიკის მტკიცებით, როდესაც რასპუტინი არ იყო დაკავებული მეფისთვის გონების არევით, ის ჩაბმული იყო უკიდურესად თავზე ხელაღებული ორგიების ორგანიზებით. ან დიდრულ წვეულებებზე თავის დემონურ შესაძლებლობებს უმტკიცებდა დიდგვაროვან ქალბატონებს. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და გავაგრძელოთ. პოლკოვნიკის აზრით, მან და მისმა თანამოაზრეებმა სამყაროს ეშმაკი მოაშორეს. და იმ გასროლისთვის, რომელმაც რუსეთის ისტორიაში უდიდესი წყლდიადით მოსილი ეშმაკი განგმირა, ჯილდოსაც კი იმსახურებდნენ. რასპუტინის მკვლელობაში უდიდესი როლი მიუძღვის ფილიპ იუსუპოვს, დიდარ დიდგვაროვანს, რომელსაც მეფის დისშვილი, პრინცესა ირინა ალექსანდროვა ახალი მოყვანილი ყავდა ცოლად. ამ ყველაფრის აღსანიშნავად კი იგი აწყობდა წვეულებას. წვეულებების დიდი მოყვარული რასპუტინი, რა თქმა უნდა, არ გამოტოვებდა და არ გამოაკლდებოდა ასეთ შემთხვევას და პოლკოვნიკის პირადი მანქანით ეწვივნენ დიდგვაროვან დიდებულს. ბევრი დიდებულის მსგავსად იუსუპოვებიც ბოლშევიკურ რევოლუციას პარიზში გაექცნენ. სწორედ ფელიქს იუსუპოვმა, მკვლელობის ერთ-ერთმა მთავარმა მონაწილემ თავის მემუარებში აღწერა რასპუტინის მკვლელობა, რასაც შემდგომ ნიუ-იორკ თაიმსმა უწოდა მკვლელის კვეხნა. ექსპერტების მტკიცებით, მასში აღწერილი მოვლენები არის გაბუქებული და ემსახურება მხოლოდ მემუარების კარგად გაყიდვას და ფინანსური სარგებელის მოტანას იუსუპოვისთვის. მემუარებიდან ჩვენ ვგებულობთ, რომ იუსუპოვის სახში სტუმრობისას რასპუტინმა მიირთვა უამრავი ტკბილეული, რომელიც საწამლავით იყო გაჟღენთილი. ასევე მან მიირთვა ღვინო, რომელშიც შერეული იყო ციანიდი, რომელსაც წესით და რიგით ზრდასრული პილოს მოკლაც კი შეეძლო. ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც რასპუტინი კიდევ ცოცხალი იყო და სახში დაბრუნება გადაწყვიტა, იუსუპოვმა ტყვია პირდაპირ გულში ესროლა. მემუარების მიხედვით, რასპუტინი არც ამ ტყვიამ იმსხვერპლა და იგი ეზოსკენ გაიქცა, სადაც დაედევნენ თავდასხმელები და კიდევ რამდენჯერმე განახორციელეს ზურგში და თავის მიდამოში სროლა. რის შემდეგაც რასპუტინის სხეული ჩავარდა მდინარეში. მემუარების ავტორი არც ამაზე არ ჩერდება და აცხადებს, რომ რასპუტინი წყალში ჩავარდნისას კიდევ ცოცხალი იყო, ხოლო მისი გვამის ამოტანისას ყინულზე შეამჩნიეს რასპუტინის მიერ დატოვებული ბრჭყალების კვალი. გარკვეული მიზეზების გამო ეს მოხსენებებია ყველაზე მეტად ფართოდ გავრცელებული საზოგადოებაში, მხოლოდ და მხოლოდ ორი მიზეზით. პირველი და ზებუნებრივი მიზეზი არის ის, რომ რასპუტინი შეპყრობილი იყო ეშმაკით. მეორე ვერსია და უფრო დამაჯერებელი არის ის, რომ ეს მოხსენება რასპუტინის მკვლელების მიერ არის შედგენილი. ჩვენს ხელს არსებული ასევე არის ავტოპსიის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ რასპუტინი სიკვდილიდან 2 დღის შემდეგ გამოიყვანეს წყლიდან. ყინულზე კი არანაირი ბრჭყალების კვალი არ შეიმჩნეოდა. გარდა ამისა, მისი ფილტვები წყლით არ იყო სავსე, რაც გამორიცხავდა მის დახჩობას და იგი მხოლოდ მკვლელობის შემდეგ გადააგდეს წყალში. ჩატარებულ აუტოპსიას თუ დავეყრდნობით, მოწამვლის კვალი საერთოდ არ აღენიშნება რასპუტინს. ამას ასევე ამყარებს რასპუტინის ქალიშვილის მარიას განცხადება, სადაც იცახის, რომ ბერი საერთოდ არ მიირთმევდა ტკბილეულს და ღვინოსაც მხოლოდ დოზირებულად სვავდა. დოზირებულად დისტონზომიერად. მარია რასპუტინი იმავე პერიოდში იმყოფებოდა პარიზში, რა დროსაც იუსუპოვმა გამოსცა თავისი მემუარები. მან იუსუპოვს უჩივლა სასამართლოში და ითხოვდა 800,000 ამერიკულ დოლარს. თუმცა ფრანგულმა სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე, იმ მოტივით, რომ ტექსტში განვითარებული მოვლენები არ ხდებოდა საფრანგეთში, არამედ ხდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. მარია ამაზე არ შეჩერებულა და ამერიკაში გადასვლისას, სადაც ჯერ მექანიკოსად და შემდეგ ლომების მომთვინიერებლად იწყებს მუშაობას, გამოცემს წიგნს ჩემი მამა. და მარია სიკვდილის ბოლომდე იძახდა, რომ მამამისი იყო ორთოდოქსული შესახედაობის, უხეში ნაკვეთებისა და აღნაგობის კაცი, რაც გამოარჩევდა საზოგადოების თვალში და მასზე გავრცელებული ამბების 90% სიმართლეს არ შეესაბამება. დაუბრუნდეთ ისევ აუტოპსიის შედეგებს, სადაც რასპუტინის სხეულზე აღმოაჩინეს 3 ნატყვიარი, ერთი თავში, მკერდში და ზურგის არეში. აუტოპსიაზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რასპუტინი მკერდში გასროლილმა პირველივე ტყვიამ იმსხვერპლა.
ეს ვერსია ბევრად უფრო დამაჯერებელია, თუმცა ვის უნდა მოსაწყენი და არაფრით გამორჩეული ისტორია, როდესაც ადამიანის გონებას შეუძლია ეს ყველაფერი მისტიურ საბურველ ქვეშ გაახვიოს. რასპუტინის სიკვდილის თარიღი არის 16 დეკემბერი 1916 წლის. ეს არის ყველა ის ცნობა, რამაც ჩვენამდე მოაღწია რასპუტინის შესახებ. თქვენ გადაწყვიტეთ, ვინ იყო რასპუტინი. კურნალი, ავანტიურისტი, მორწმუნე ბერი, აღვირახსნილი კაცი, თუ პიროვნება, რომელიც საერთოდ არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას და მის როლს გადაჭარბებით ვაფასებთ ჰოლივუდის ფილმების გამო. ოლი, შე ყველა იმაზე უნდა მოხვიდი აქ ვიდეოზე, გოგო? წათი მოუსვი, გაქრი. რომლებიც როგორც ყოველთვის გამიცადინებულები არიან, რომ შექმნან პერსონაჟის გარშემო მისტიური და ამოუხსნელი მოვლენები, რათა box office-ში შესაბამისი ციფრები დაიწეროს. დღევანდელი თემა დავასრულეთ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ხარისხილაკი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაელოდეთ მომავალ ვიდეოს. ნახვამდის.